ვარ ნატა მხედზე 10 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, კითხვა და თამაში. ყველაზე მეტად მიყვარს ჰიპ-ჰოპის ცეკვა. ძალიან პატარა ვიყავი და YouTube-ს ვიყურებდი და შემთხვევით შემხვდა ერთი პატარა ვიდეო, სადაც Google ცეკვავდა რა. ხო და მე დავიწყე ცეკვა და ახლა ჩემით ვიგონებ კიდევაც ცეკვას. ჰიპ-ჰოპში ზოგი ილეთი რთულია, მაგრამ მე ადვილად გამომდის. რაღაც უფრო კლასიკური ცეკვა და ძალიან მიყვარს კლასიკური ცეკვა, TikTok-ზე ხდება და ხოლმე მაგათ ცეკვავ და მე მუსიკებს როცა ვუსმენ, მე ჩემითაც ვიგონებ ცეკვას. ჩემი საყვარელი ილეთია ეს. და მე კიდე ეს უნდა გადავბრუნდე და გადმობრუნდე, ანუ როგორ აგიხსნა არ ვიცი. მე მგონი თქვენ გააკეთებ და წაიქცევით. მინდა ვიყო კარგი მოცეკვავე და ვიცეკვო დიდ სცენაზე. მე და დედა შევთანხმდით და მალე უნდა შევიდე ჰიპ-ჰოპზე. მინდა დედიკო და მამიკოს ვასწავლო ცეკვა, მაგრამ მამიკოს არ გამოუვა. იმიტომ რომ ბევრს მუშაობს და დრო არ ექნება ცეკვისთვის. ისა სიმღერაც ძალიან მიყვარს და მე მაქვს ყველაფრის ნიჭი. ჩემი საყვარელი სიმღერა Pretty Little Baby. ახალი სიმღერა. გამოვიდა. You can ask the flowers, I sit for hours, telling all the bluebirds, the bill and cupboards. მე ძალიან კარგად ვიცი ინგლისური და საშუალოდ რუსული. კიდე მინდა ვიცოდე ჩინური ენა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდე საფრანგეთში. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, დაიკო, ძამიკო, ბებო და ბაბუ. კიდე მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. ჩემი დაიკო არის 22 წლის, ქვია ანა და ეხლა ცხოვრობს თბილისში. სწავლობს უნივერსიტეტში და ძალიან ჭკვიანი გოგო. კიდევ არის ლამაზი, პრანჭია და მოხერხებული. ძმა არის 21 წლის და ქვია ირაკლი. ირაკლი არის ზარმაცი, მოხერხებული და ბრაზიანი. რაზე ბრაზდება და როცა მე მომყავს სახლში ბევრი მეგობრები და როცა ვხმაურობ, ეგ არ მოწონს. რო არ ვიხმაურობ, მე მგონი არ გაბრაზდება. მამიკა არის სიმპათიური, ვაშკაცი, კეთილი, შრომის მოყვარე და თბილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, მხიარული, მზრუნველი და შრომის მოყვარე. ძალიან მიყვარს დედიკოს გამომცხობილი მარწყვის ტორტი. ჩემი საყვარელი საჭმელებია ტოლმა და პიურა. ტკბილეული ისე მიყვარს, რომ მინდა რომ მქონდეს ჩემი ტკბილეულის მაღაზია. ჩემი საყვარელი ტკბილეულია KitKat. ეხლა მინდა ვიყო 16 წლის, რადგან შემიძლია ვიყო უფრო თავისუფალი, ვინმე არ მეჩხუბება და შემიძლია ქუჩაში ვიარო, ისე რომ არ მჭირდება გაფრთხილება ან რამ. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ყველა არის განათლებული, ლამაზი, მოწესრიგებული და მხიარული. ზოგჯერ ვცელქობთ და ვხმაურობთ და ეს ძალიან მოგვრწონთ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის სანდრა ვაშანიძე. ყველაზე ჭკვიანია თედო ზაქარაძე. ყველაზე მშვიდია სალომე კაკაბაძე. ყველაზე ბედნიერია ანა ბურჭულაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და ცელქი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. საყვარელი მასწავლებელია მაგდა კილაძე, იმიტომ რომ ძალიან თბილია, ძალიან საყვარელია, ლამაზია და ყველაზე მთავარი უყვარს ბავშვები. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე. თუ მოცეკვავე ვერ გამოვედი, მაშინ გამოვარ მომღერალი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. ძალიან მიყვარს კითხვა და კითხვა შემაყვარა თვითონ წიგნმა. ჩემი პირველი წიგნი იყო პეპი გძელწიგნი. ეს წიგნი რა წავიკითხე, მოვხვდი სულ სხვა ფერად სამყაროში. ჩემი საყვარელი წიგნია იავნანამ რა ჰქნა. ძალიან განიცადა და ბევრი ვიტირე ეს წიგნი რა წავიკითხე. სხვათა შორის მე თვითონაც ვწერ მოთხრობებს. პირველი მოთხრობა რომ დავწერე, ვიყავი 6 წლის. უმეტესად მოთხრობებს ვწერ ემოციებზე. ვცდილობ რომ ბევრ მოთხრობას ქონდეს კარგი ფინალი. თუ ბევრ კარგ მოთხრობას დავწერ, აუცილებლად დავბეჭდავ წიგნს. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია პანგო. მაგ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი ერთ-ერთ მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს გადაავაქცევდი უკტავებაც. ყვავილებიდან ჩემი აზრით მე ვგავარ იას. ასე იმიტომ მგონია რომ ჩემსავით ლამაზია, პრანჭია და საყვარელია. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურება რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 22 საუკუნის პარიზში. შემდეგ მონაწილეს ვუტევებ ასეთ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი.
ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 15 Pro Max. Ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი ისეთ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ საჭმელი, სახლი და კიდე ასეთი რაღაცები და მე ჩემთვის ვიყიდდი ჩემთვის მნიშვნელოვან საჩუქარს. მაგალითად ლეკს ან ტელეფონს. მე ვაპირებ მთელი ცხოვრება გავატარო სიკეთის გაკეთებაში. ბედნიერება არის მონატრებული ადამიანის ნახვა, საჩუქრის ჩუქება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.